I consider this tribunal a false tribunal and indictments false indictments. ეს მასალა 2001 წელსაა გადაღებული. სლობოდან მილოშევიჩი აქ ჰააგის ტრიბუნალს მიმართავს და მას უნდობლობას უცხადებს. მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, არა ადამიანური მოპყრობა, თავდასხმების სამოქალაქო პირებზე, ეთნიკური წმენდა თუ დევნა რელიგიური ნიშნით. იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებდა, თუმცა ჰააგამდე საქმე მტკიცებულებების გარეშე ცხადია არ მისულა. მტკიცებულებებს შორის კი მოსკოვის მექანიზმით შეკრებილი ინფორმაციაც აღმოჩნდა. ძინა ივანიშვილი კი არ წარდგება ტრიბუნალის წინაშე. ის ადამიანები აგებენ პასუხს, ვინც აბტყუილებს იგონებენ. ახლა კი ჰააგამდე მიმავალ გზას ივანიშვილის რეჟიმი დაადგა. 1993 წელს, როცა მოსკოვის მექანიზმის ექსპერტებს იუგოსლავიაში არ უშვებდა, ალბათ არც მილოშევიჩს წარმოედგინა, რომ თავს საბოლოოდ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ამოჰყოფდა. ივანიშვილს კი ილუზიაში დარჩენის საშუალებაც არ დაუტოვეს, რადგან დასკვნაში, რომელიც მოსკოვის მექანიზმის ექსპერტმა საქართველოში მუშაობის შემდეგ მოამზადა, ერთ-ერთ რეკომენდაციად პირდაპირ სწორედ რეჟიმის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს გააქტიურებაა წარმოდგენილი. შეკრებები და მანიფესტაციები, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ასეთი ტიპის ურთიერთობებს და ინცესტის დაშვებას. ეს არის ამ კანონში, რომ ეს არის აკრძალული. რა ვქნათ, დაუშვათ ასეთი მანიფესტაციები და შეკრებები, სადაც ინცესტი იქნება პოპულარიზებული. ეს კი ის კომენტარია, რომელიც მოსკოვის მექანიზმის დასკვნაზე ივანიშვილის პარტიის манипуляციას ალბათ საუკეთესოდ ამხელს. პარტია ასე მწვავე გზავნილების გადაფარვას ცდილობს. ასეთი კი ბევრია. ჩამონათვალ წამებისა და არა ადამიანური მოპყრობის შემთხვევები ხსნის. ეუთოს ექსპერტი მოითხოვს, რომ 2024 წლის გაზაფხულიდან რეჟიმმა წამებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი დასაჯოს. ექსპერტი ოცნების მთავრობას ამავე პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონების გაუქმებისკენაც მოუწოდებს და ასუსტებს, რომ შესწორება საკმარისი არ იქნება. და ითხოვს პოლიტიკური მიზეზით დაკავებული პირების გათავისუფლებასაც. ოცნებამ უარი უნდა თქვას ოპოზიციის აკრძალვის განზრახვაზეც, ანუ საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოდან გამოიტანოს. სასამართლო სისტემის მიმართ კი დობის აღდგენაზე ისრუნოს. ეს არის სრული ბოდვა, დასრულდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, გარედან მოდიოდა დავალებები და თავჩაღუნული იღებდნენ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას გადაწყვეტს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია და არა გარედან ვიღაცების დავალებით და თითქმის მიღებული გადაწყვეტილება. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? ანუ თუ ოცნება რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, ამაზე პასუხი ისევ სწორედ ანგარიშშია. უფრო ზუსტად კი რეკომენდაციების იმ ნაწილში, რომელთაც მოსკოვის მექანიზმის ექსპერტი ეუთოს წევრ სახელმწიფოებს მიმართავს. მითითება რამდენიმე სცენარზეა, რომელთაგან ერთი გზა სტრასბურგამდე მიდის, ყველაზე მძიმე შემთხვევაში კი ივანიშვილს და მისი მთავრობის ლიდერებს შესაძლოა ჰააგაში მოუწიოთ თავის მართლება. ოცნება ვერ მალავს, რომ მას განსაკუთრებულად სწორედ ეს ჩანაწერი ახავებს. აქ არის მოყვანილი ინფორმაციები თუ შეფასებები, რომელიც დება მოსკოვის მექანიზმის მანდატს. მისი მანდატი სულაც არ არის ვიღაც სადმე სხვა სასამართლოებში რეფერირება, გადამისამართება და ასე შემდგომ. ამიტომ ჩვენ ნამდვილად ერთის მხრივ გაგვიკვირდა, ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, იმიტომ რომ ეს მისი მანდატი არ არის. ანუ პარტია თან ამტკიცებს, რომ დოკუმენტი უმნიშვნელოა, თან კი ეუთოს ექსპერტს თავს ესხმის და მას საერთაშორისო მექანიზმების გააქტიურებისკენ მოწოდების გამო აკრიტიკებს. ასეთ მექანიზმებს შორის დასახელებულია ქიმიური იარაღის საერთაშორისო ორგანიზაციის გააქტიურებაც. საქმე 2024 წლის ნოემბრისა და დეკემბრის პერიოდში პროტესტის ძალადობრივად დაშლას უკავშირდება, როცა გავრცელებული ვარაუდით რეჟიმმა მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ BBC-ს მიერ გავრცელებული ცნობა და არა მხოლოდ საკმარისი მასალა იმისთვის, რომ ამ საქმეში ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთოს. ტექნიკურად, რა თქმა უნდა, შეიძლება ოცნებამ არ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, არც მაქვს ამ წუთას ეს მოლოდინი, რომ ქართული ოცნება ამას გაითვალისწინებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ის უფრო და უფრო რთულ მდგომარეობაში ჩაიგდებს საკუთარ თავს. კონკრეტულად წერია იქ, რა ინსტრუმენტები შეიძლება გამოიყენოს ეუთოს წევრმა ქვეყნებმა იმისთვის, რომ ქართული ხალხის ბრძოლას დემოკრატიისთვის ხელი შეუწყოს. დაწყებული სისტემური ნაბიჯებით, რომელიც დაასუსტებს რეჟიმს, დამთავრებული რეჟიმის ინდივიდუალური წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები, როდესაც ეს მექანიზმი შეექმნა, ქართულ ოცნებას შეეძლო დაენიშნა თვითონაც ექსპერტი. თუ ისინი ექსპერტს მიიჩნევენ სადაოდ, მის კვალიფიკაციას იწუნებენ,
მათ შეეძლოთ ამ ექსპერტისთან ერთად დაენიშნათ მათთვის მოსაწონი ექსპერტი. მათ ეს არ გააკეთეს და ამ ნაბიჯით მათ რა თქმა უნდა ნდობა გამოუცხადეს ექსპერტს, უბრალოდ რომ მათ ამ შემთხვევაში როგორც ოროსან მოსწავლეებს არ მოეწონათ შემდგომ მიღებული შეფასება და ეხლა დაიწყეს რომ თურმე ამ შემთხვევაში შეფასებელი არასწორი არის. რაც რა თქმა უნდა ბუნებრივია, სასაცილოა და ყოველგვარ არგუმენტს არის მოკლებული. როდის მიიღებს ქართული ოცნება მოსკოვის მექანიზმით მომზადებული დოკუმენტის გამო პირველ შედეგს, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ პროცესი სანქციების გაფართოებით დაიწყება, ანუ იმ დრომდეც, ვიდრე საქმეში საერთაშორისო სასამართლოები და სხვა მექანიზმები ჩაერთვება, ოლიგარქს და მის პარტიას მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ. მკაცრი დასკვნა სავარაუდოდ საბოლოოდ მოკლავს დასავლეთთან დაალაგების ყველა ილუზიასაც. ეს არის დამოკლეს מחვილი კი ეს არის ის პასუხისგებლობა რომელზეც ჩვენ საუბრობდით ეს არის საერთაშორისო სამართალი და ამ პასუხისგებლობას ქართული ოცნება ვერ გაექცევა კი ეს არის ის რაც თვითონ თავიანთი ქმედებებით ძალადობით რეპრესიით ტერორით ოპონენტების ციხეში და მუდმივ რეჟიმში ყოველდღიური ტერორი და ის მძიმე სპირალი რომელშიც ჩვენი თანამოქალაქეები იმყოფებიან საჭიროებდა პასუხს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ საერთაშორისო სამართლებრივი წნეხის მოლოდინის გათვალისწინებით, რომელიც ამ რეჟიმს ემუქრება ეუთოს დასკვნის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაფიქრდება ივანიშვილის მმართველი რეჟიმი, მათ საუკეთესო ინტერესებში არის თუ არა, მსგავსი ენით საუბარი საერთაშორისო თანამეგობრობასთან. დღეს უკვე აღარ არის კითხვა რა ხდება ქვეყანაში. ცხადია ერთმნიშვნელოვნად, რომ ამ ხელისუფლებით საქართველოს ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. კითხვა არის მხოლოდ ერთი. შევეგუებით თუ არა, რომ საქართველო იმავე სიაში დარჩეს, სადაც არიან რუსეთი და ბელარუსი. ეუთოს ანგარიში ივანიშვილის პარტიამ ვენაში შესაბამის სხდომაზეც გააპროტესტა და ქვეყნებისგან მისი პოლიტიკურად მოტივირებულად შეფასება ითხოვა, თუმცა ალექსანდრე მაისურაძის თხოვნამ არ გაჭრა, რადგან დოკუმენტს და მის რეკომენდაციებს უკვე შეუერთდა ეუთოს 24 წევრი სახელმწიფო.